წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ ბევრი კიდევ ბევრი კრიპტოვალუტა. ასე მაგალითად რა ქვია ბიტკოინი. თავის დროზე ჩემი მეგობარი მეუბნებოდა, რომ $4 ღირდა და მოდიო ვიყიდოთ და მოთხარ შენ ხო არ უბერავ მეთქი რა $4 გადავიხდი ხა რაღაც სიგიჟეში მეთქი. მოდიო რა $40 მაქვს და 10 წალი ვიყიდოთ და ნუ არ ვიყიდეთ და წავედით და რაღაც ხინკალი ვჭამეთ. $40 ბევრი. ხო და წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ ბევრი კრიპტოვალუტა ბიტკოინი. რომლის ღირებულება სხვათა შორის ყოველდღიურად იზრდება. დღეს თუ პირობითი $100 ღირს, ხვალ შეიძლება იყოს $101, $102, $107 პირობითი ცხადია. ბევრად მეტი ღირს ხალხო, ბევრად მეტი ღირს. წარმოიდგინეთ, რომ ანგარიშებზე გაქვთ ბევრი ათეულობით მილიონი $. არ ვიცი 10, 15, 20, 50, 74, 117. ანუ კრიპტოვალუტა გაქვთ დაახლოებით 1 მილიარდის 800 მილიონის, კიდევ გაქვთ დაახლოებით, არ ვიცი, 30 მილიონი, 40 მილიონი თქვა ანგარიშებზე და ქეშად გაქვთ $100,000. რამდენი $100,000? აი ეს ტელეფონი ასე რომ დავიჭირო და რომ გაჩვენოთ, $100,000 არის დაახლოებით ამ სიწვრილისა. ოდნავ მეტი შესაძლოა და $100 და ნუ $100,000 ამხელა? $150,000 ამხელა? რომელსაც ჩაიკუჭავ თავისუფლად ნებისმიერ ჯიბეში და $150,000 თუ ჩუმრადიული სოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, ნუ ასე ვთქვათ, 6 თვის განმავლობაში უჩუმრად თუ იული ხას უსვავ. შენ იცხოვრებ ნებისმიერ უსაფრთხო ქვეყანაში, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში, ან მეტნაკლებ დემოკრატიაში შენ იმოძრავებ და იცხოვრებ, მოდი მინიმალისტურად ვიყი 6 თვის განმავლობაში და 1 წლის განმავლობაში და 1 წლის შემდეგ ან ვირი მოხვდება, ან პატრონი, ან მისი პატრონი, თუ შენ საკუთარ უსაფრთხოებაზე იზრუნებ და fast foods შეჭამ და არა მაინც და მაინც ძვირ ადგილებულ რესტორნებში არის სადილებ ივახშმებ ხოლმე. შენ გაქვს შესაძლებლობა, არა სწორი სიტყვა არის, შენ გაქვს უნარი, რომ ბიზინა ივანიშვილისნაირ მონსტრს და ივანიშვილი მონსტრია გაუსხლტე და უსხლტე. ბიზინა ივანიშვილს, რომელიც ესე უტრირებულად ვიტყვი, აბასთუმნის უღრანებში ყველა კუთხე კუნჯულში აქვს დაყენებული საკუთარ რეზიდენციებში თუ რეზიდენციაში, სახლში, სასახლეში დაყენებული აქვს კამერები და აკონტროლებს ლამის ყველაფერს. აქაც არის. აი აქაც არის სადღაც კამერა აქვს დაყენებული, ცხადი აქვს, ლავი მეორე ვუტრირებ, მაგრამ მაინც. ანუ ყველგან არის შემოსული სუსის, არასუსის და ასე შემდეგ გამოყენებით, ხო? შესაძლებლობების გამოყენებით და ყველა საზღვარს აკონტროლებს მისი პოლიცია, მისი საზღვრის დაცვის დეპარტამენტი, მისი სუსი, მისი შინაგან საქმეთა სამინისტრო, სამართალდამცავი სტრუქტურები, ხარებები, კოლექტიური ხარებები და მაგრამ შენ გაქვს უნარი, სმარტი ხარ ამგვარი, რომ დაგეგმო ეს გაღწევის ოპერაცია, ჩაჯდე სადღაც საბარგულში თუ საბარგულს მიღმა რაღაცა ჩამოიფარო, როგორ ხას შეიმოსო, შეიფუთო და ასე შემდეგ და ბრახ და გახვიდე. შენ გაქვს ეს უნარი, გაქვს უნარი, რომ როგორც კი გახვალ, აიღო თვითმფრინავის ბილეთი, იქ რაღაც ორმაგი მოქალაქე ხარ, პასპორტი შეცვალო, არ შეცვალო, რაღაცეები იჩალიჩო, იხლაფორთო და გააღწიო და ჩახვიდე დუბაიში. ჯერ დუბაიში რა გინდა კარგად არ მესმის. დიახ, მე ვთქვი, რომ ყველა ქვეყანაში უსაფრთხოდ იგრძნობ თავს მეთქი, მაგრამ პრინციპში უნდა იცოდე, რომ დუბაიში შესაძლოა არც იგრძნო თავი მთლად უსაფრთხოდ, მაგრამ ოკეი, წახვედი დუბაიში. იქაც უჩუმრად თუ იქნები, არ გამოჩნდები, ჩუმჩუმად თუ იმოძრავებ, შენ დუბაიშიც გაძლებ 1-3 თვე, ყოველ შემთხვევაში დიდ რესურსს დაახარჯიდებ ბიზინა ივანიშვილის მაფიებს და მაფიას, რომ შენ მოგაგნონ მაინც და მაინც გამოგიჭირონ გაჭყლიტონ კუთხეში და მერე გადასცენ ამ ბიზინა ივანიშვილს. შენ გაქვს უნარი, რომ ამ დუბაიდან თუ მაინც და მაინც შევიწროებასა და დევნას გრძნობ და ხედავ, გააღწიო კვლავ, ვიმეორებ, ამ თანხის გამოყენებითაც, ამ $150,000-დან $27,000 გადაიხადო ყალ პასპორტში კიდევ ერთხელ და გააღწიო რომელიმე მეზობელ სახელმწიფოში, მეზობელ ქალაქში, მეზობელ სივრცეში, შედარებით უსაფრთხოდ სადაც იგრძნობ
თავს და ბიზინა ივანიშვილი ვერ მოგწდება, ოკეი? ვერ წახვალ ლონდონში გავიგე, ვერ წახვალ ჟენევაში, ციურიხში, ბრიუსელში, პარიზში, ბერლინში, შტუტგარტსა თუ მარსელში გავიგე, რა მინდა საფრანგეთში თუ ჩამოვედი, აი რომში ვერ ჩახვალ თუ ლიონში ვერ გავიგე, რომელიმე სოფლუკაშიც არ გინდა ცხოვრება სადღაც საფრანგეთში. გავიგე. მაგრამ შენ ხომ შეგიძლია წახვიდე ავსტრალიაში ვერ მიდიხარ და კანადაში და შეერთებულ შტატებში, ბრაზილიაში ხო შეგიძლია წახვიდე. 220 მილიონიანი ქვეყანაა, 220 მილიონიან ქვეყანაში ჩაიკარგები, ვერ მოგწდება. არა ბრაზილია ხო ახლოა ბიზინა ივანიშვილისთვის არგენტინაში წახვალ საბოლოო ჯამში. ახვალ არგენტინის მაღლობებში, მთებში. ხო იქი ცხოვრებ. ჰიტლერი რო ცხოვრობდაო ჰიტლერი არ ცხოვრობდა, მაგრამ ესეთი შეთქმულებითი ამბავი რომ ამბობს რომ არსებობს 1964-მდე თუ ვორცდები ჰიტლერი იქ მოკვდა და ევა ბრაუნის იქ იყო ყოს გაშორდა ევა 브раუნი და რაღაცებს რო ყვებიან ხოლმე YouTube-ზე დამაჯერებლად თავარია. მოკლედ გააღწევ რა ამის თქმა მინდა. მაგრამ ამას არაკეთებ, კარგი, ოკეი, არაკეთებ და შენი ნებით რატომ ჩამოდიხარ თუ გიჟი არა ხარ? ეგრეთ წოდებულ რა ქვია? მოდი შევიხდი მწვანე საზღვარი თუ არ ვცდები ასე ქვია, მაგრამ მაინც გადავამოწმებ თქვენის ნებართვით მწვანე საზღვარზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, ხო აზერბაიჯანს შორის. რა გინდა? რატო ჩამოდიხარ? ეს მწვანე საზღვარი რა არის? იცით, კარგად რო ახსნათ. აი ეს ჩავთვალოთ რომ ეს არის საქართველო. ჩავთვალოთ რომ ეს არის აზერბაიჯანი, ეს იყოს სომხეთი თქვა, ხო ეს იყოს რუსეთი. აი ამ გრგოლუკასა და ამ გრგოლუკას შორის, აი პატარა თუ ჩანს, აი მოვაახლო, თუ რამ ჩანს, ხო? აი ესეთი ერთი პატარა მონაკვეთია. სადაც არავინ სახლობს როგორც წესი კი არა უმრავლეს შემთხვევაში, მაგრამ თუ ვინმე სახლობს ყოველი 5-დან 4 არის პირდაპირ მნიშვნელობით შესაბამის სპეცსამსახურებთან შეკრული, ბუნებრივიც არის ეს. და შეკრული რომც არ იყოს $125 არა, უკაცრავად, $155 ყველა. არ შეკრულიც კი უმალ გახიდის დედას, მამას, შვილის მომავალს და წინაპართა საფლავებს და სინდის, ნამუს და ზარხს გაიწყვიტავს, გაიწყვეტს და გადასცემს შესაბამის სამსახურებს, რომ ვიღაც უცნაური ტიპი მოძრაობს ამ მწვანე ზოლშიო თუ მწვანე საზღვარზეო და შესაბამისად ისინი მოკიდებენ ხელს და ჩაგავლებენ და ბრახტა გადურთინებენ თავს. ხო და გიჟი უნდა იყო მეთქი ამას ვამბობ რომ აი ამ მწვანე საზღვარზე მოძრაობდე ზევით ქვევით ადიოდე ჩამოდიოდე რა გინდა თუ არ გინდა გადასვლა ისევ აზერბაიჯანში ანუ აზერბაიჯანში ამ შემთხვევაში და ან დაბრუნება საქართველოში. მაგრამ რატო უნდა გინდოდეს საქართველოში დაბრუნება, როცა იცი რომ ბიზინა ივანიშვილი სამკვდროდ არის გადაკიდებული შენზე. ბიზინა ივანიშვილს ერთი სული აქვს, როდის გამოგიჭერს და ამოგალპობს ციხეში. ბიზინა ივანიშვილს აქვს წარმოდგენა ამგვარი, მცდარი თუ არამცდარი, სასამართლოს მიერ დამტკიცებული სიმართლე თუ სასამართლოს მიერ დამტკიცებული არასიმართლიანო ტყუილი, რომ შენ მას ფული მოხპარე და შესაბამისად ბიზინა მაფიოზი, ტიპი რომელიც არავის არაფერს არ ხპატიობს და სადაც ძველბიჭურ ქურდული მაფიოზური გარჩევა შეუძლია, იქ სწორედ ძველბიჭურ ქურდულ მაფიოზურად არჩევს საქმეს, ბიზინა ივანიშვილი თუ გამოგიჭერს გასაკვირველია ამოგალპობს ესე ვიტყვი ციხეში მეთქი. არა, ციხეში ამოლპობას ვინჩივის შეიძლება ციხეშივე გაგასახონ ვიღაცებმა. ხო და ამ საზღვარზე რას მოძრაობ? ანუ შენი ნებით ამ საზღვარზე არ ჩამოსულ ხარ და მიხვდით ალბათ ამ მწვანე ზოლსა თუ ზონაში თუ საზღვარზე მიხვდით ალბათ რომ გიორგი ბაჩიას ჟულზე ვსაუბრო თუ არ მიხსენებია აქამდე სიმართლე გითხრათ არც მახსოვს. ხო, გონი არ მიხსენებია. გიორგი ბაჩიაშვილი მოძრაობდა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მწვანე საზღვრის პერიმეტრზე დადიოდა, ასე გვეუბნება ანრი ოხანაშვილი ხალხნო. რა უნდა მეთქი რო ვკითხო ანრი ოხანაშვილს სარქუას ტვინი რო აქვს, იმას ცხადიებდი მიპასუხებს. ესე იგი, თუ მაინც და მაინც ასია, ესე იგი ვიღაცებმა გამოიტყუეს და ეს სპეცსამსახურების და მაფიოზური ჯგუფების ცალკე სპეცსამსახურების და ცალკე მაფიოზური ჯგუფების გარეშე და მათი კოორდინირებული მოქმედების გარეშე ეს ვერ მოხერხდებოდა, გამოიტყუეს აბუ-დაბიდან, კი არა უკაცრავად დუბაიდან, გამოიტყუეს, შეიტყუეს რაღაცას დაახპირდნენ მაინც და მაინც მერე უკვე გადასცეს ინფორმაცია სამართალდამცავებმა ერთი ქვეყნისა და რანაირი მწვანე ზონაში, მწვანე საზღვარზე მაცხოვრებლის მიერ გავრცელებული მიწოდებული ინფორმაცია არ არსებობს,
გადასცეს ინფორმაცია აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა საქართველოს სპეცსამსახურებს ამ უკანასკნელებმა დაიხმარეს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ზონაში ჩატარდა ამ ზონაში თუ საზღვარში წვანე მონაკვეთში ჩატარდა სპეცოპერაცია გასკვანჩეს გიორგი ბაჩიაშვილი და ჩამოიყვანეს და ეხლა უკვე საპატიმროშია და ასე შემდეგ კერძო ინტერესებს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ეწირება მთელი სახელმწიფო ინტერესები არა სხვაგვარად ვიტყვი ეწირება ერთი ამბავია ეგ ეწირება ეგ ვიცით მაგრამ მთელი სახელმწიფო მანქანა მონდომებულია და კარგადაც ან ნაწილობრივ კარგად მუშაობს ოღონდაც კი ბიძინა ივანიშვილი იყოს შვიდად ოღონდაც კი ბიძინა ივანიშვილს ამონდა ოღონდაც კი ბიძინა ივანიშვილის ego იყოს მოფხანილ დაკმაყოფილებული და ბიძინა ივანიშვილს პერსონალური ვენდეტა ჰქონდა იმ პირის მიმართ რომელზეც ჰგონია რომ მან ფული მოხპარა ან მოპარა მეთქი თუ გნებავთ ესე ვიტყვი მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა ჩართო არა მხოლოდ მისი უშუალო დაცვის სამსახურები და ასე შემდეგ შეიარაღებული ფორმირებები რომლებიც უხვად ეყოლება უკანონოები ცხადია არამედ სახელმწიფო უწყებებიც იმისთვის რომ ვინმე ბაჩიაშვილი გამოეტაცა როგორც აფგან მუხტალი გაიტაცეს აქედან გამოეტაცა საიდანღაც და მოეთავსებინა საქართველოს საპატიმროებში და მერე ამ ბაჩიაშვილმა უნდა დაფქვას სიმართლეები ერთია და უნდა მოიტანოს თანხები. ვიცოდი რომ ციხეში მოვკვდებოდი, ამას კი გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს გარდიანისთვის მიცემულ ინტერვიუში, როდის იცით, დაკავებამდე ერთი დღით ადრე გამოქვეყნდა თუ არ ვცდები ეს ინტერვიუ და შემდეგ რამეს ამბობს და წავიკითხოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი მონაკვეთი. ვიცოდი რომ ციხეში მოვკვდებოდი, როგორ აღმოჩნდა მიმალვაში საქართველოს დე-ფაქტო მმართველის მარჯვენა ხე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურებმა მითხრეს, რომ განაუბრალოდ რისკს ხედავენ, არამედ იციან, რომ ეს ბრძანება გაცემულია მეშინია, რომ ეს შეიძლება საიდუმლო სამსახურებიდან ან რომელიმე ქვეყნის ძალებიდან მოდიოდეს, რომლებსაც ივანიშვილის უფრო დასუსტება სურთ. ძალიან საინტერესო ვერსიას ვითარებს ბაჩიაშვილი. იმ ვერსიას, რომელსაც პრინციპში მე არ ვეთანხმები, მაგრამ რაღაცა ეს კაცი არ ვითარებს, მოდი ვილაპარაკოთ. ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილი მაინც და მაინც არ იყო დაინტერესებული მისი გარდიალისთვის ინტერვიუში მისი დაჭერით. მაგრამ ივანიშვილის დასუსტება ვისაც უნდა, მან შექმნა ეს кейსი და ის ახდენს ზეწოლას ბაჩიაშვილზე ამ ვერსიას არ ვეთანხმები. მე გაცილებით ვეთანხმები ვერსიას, რომელიც ოდესღაც კი არა ამ რამდენიმე ხნის წინ მეჩვენა სიგიჟეთ და რომელიც დუბაის ეხება და რომელიც ჩვენ გაგვაცნო დიპლომატმა მამუკა ჟღენტმა და მე არ ვიცი სად უნდა მოვნახო, კი არა ვიცი რაც უნდა მოვნახო, დიპლომატმა მამუკა ჟღენტმა. დიპლომატი მამუკა ჟღენტი, როდის ვიხდი აქვე არის, არასორს არ წავალ, ცოტა ჩაუწიოთ, მე ავუწიოთ და ასე შემდეგ დიპლომატი გიორგისა მამუკა ჟღენტი ამბობდა შემდეგ რამეს და მოусმინოთ. ვარი მოვიწყე ბაჩიაშვილი ხო, ვინც ეს ბიტკოინები და შემდეგ ბაჩიაშვილმა საქართველოს დატოვა, გაიპარა. ჩემი აზრით და ჩემი შეფასებით, სწორედ ამის გამო ივანიშვილმა მოხსნა მისთვის ყველაზე უახლოესი ადამიანი, ხო? ეს იყო უსუსის ყოფილი. ანუ თუ ეს ვერსია სწორია, მაშინ მარჯვენა ხელი ლილუაშვილის მოხსნა არის რაღაც გარკვეულწილად ლოგიკური. დიახ, მარჯვენა ხელს არ ანთავისუფლებენ როგორც წესი, მაგრამ თუ ბაჩიაშვილი გაიპარა და ამის გამო გადაფსიხდა ივანიშვილი შეელია მას ლილუაშვილსაც კი. ლილუაშვილს რომელსაც ეყრდნობოდა. ამ ვერსიის თანახმად ყოველ შემთხვევაში ლოგიკურია სულ მინიმუმ, რასაც მამუკა ამბობს. ლილუაშვილი თუ არ ვცდები, ხო? ლილუაშვილი გადააყოლა იმას, რომ ბაჩიაშვილი ის საქართველოსდან გაიპარა. ჩემი ინფორმაციით ამაში უკვე დარწმუნებული ვარ, დღეს ბაჩიაშვილი იმყოფება ემირატებში. მე უბრალოდ მინიშნებას ვაკეთებ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს თემა ივანიშვილისთვის, რომ მან ლილუაშვილიც კი გაწირა. ლოგიკური ჯაჭვი ესეთია. ბაჩიაშვილი დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ არის ემირატებში ამ მომენტისთვის. თანხას, არ ამგონია ხე ის თანხა ემიგრანტებისთვისაც ხელმისაწვდომი იყოს, მაგრამ ივანიშვილი ალბათ იმედოვნებს, რომ აი ამ გაცვლით მოხდება მისი ექსტრადირება საქართველოში და ის ამოიღებს მერე შესაბამისად ამ
ანუ ივანიშვილს სჭირდებოდა მე ამ ვერსიას ვემხრობი, ივანიშვილს სჭირდებოდა რომ მოხდარიყო ექსტრადირება, მაგრამ ასე პირდაპირ ვერ მოსთხოვდა. ამიტომ რაღაც მაფიოზურ კომბინაცია, მაფიოზურ სუსურ კგბ-შნიკური ოპერაცია უნდა დალაგებულიყო და ემირატებს უნდა გადმოეცათ როგორღაც ბაჩიაშვილი პირდაპირ ვერ გადმო, ამიტომ ვერ გადმოეცეს, ამიტომ დაიწყეს მისი შევიწროება, იცით თქვენ და აიძულეს თუ მაინც და მაინც ამ მწვანე ზოლში მოხდა და მე ეჭვმეპარება რომ მწვანე ზოლში მოხდა, მაგრამ ოკეი, გავყვეთ სუსის ვერსიას, აიძულეს ბაჩიაშვილი ჩამოსულიყო და ზემოძრავა ამ მწვანე საზღვრის მონაკვეთს. უკვე რაღაცა უკანონო ღონისძიებები. ხო და აქ აი ეს არ ვიცი ეს სხვა სინქრონია მე როგორც მივხვდები იქ მამუკა სხვა სინქრონისა აქ ერთი ძალიან საინტერესო რომელსაც არ ვიპოვი ან ვერ ვიპოვი მაგრამ მაინც და იმ სინქრონი იმ კომენტარის თანახმად რა არის ნამნიშნულოვანი გეხსომებათ თქვენ ერთი ამბავი მამუკა ამ იმ ვერსიის ავტორიც და აქედან გამომდინარე ცხადია და ვესესხები მამუკას და არის ლოგიკა უკვე ლოგიკურია ეს ამბავი გეხსოვებათ თქვენ რომ სოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი წარმოედგინეთ ერთადერთი ქართველი დიპლომატი რომელიც ესოდენ სერიოზულ თანამდებობაზეა სოფლიო თანამდებობაზე გაეროში არის ზურაბ პოლოლიკაშვილი ზურაბ პოლოლიკაშვილს ბოლო ორი არჩევნებია უჭერს მხარს საქართველოს ხელისუფლებად წოდებული დღეს უკვე საქართველოს ხელისუფლებად წოდებული ბანდა ანუ კობახიძე უჭერს მხარს და ეს კაციც რომელიც კარგი დიპლომატია ბევრს არაფერს კი არა საერთოდ არაფერს არ ამბობს ამ ხელისუფლების საწინააღმდეგოდო იმიტომ რომ მოდი ვიყოთ ასე ვთქვათ მას სჭირდება ეს ხელისუფლება რომ უკვე მესამე არჩევნებზე ესოდენ სერიოზულ თანამდებობაზე მან განაგრძოს მესამე ვადით მუშაობა გაეროს ორგანიზაცია სხვა შორის პოლოლიკაშვილის მნიშვნელოვანი წვლილი ემაშია ჩვენთან ტურიზმი არ ყვავის მაგრამ უკეთეს მდგომარეობაშია ორი სიტყვა მასზე დადებითი ცხადია აი სახელმწიფო გასუდარსტვენიკიაო სახელმწიფო მოღვაწეა და ერთს არ გავაკრიტიკო ის მისი დუმილისა და გამო ხო და მესამე ვადით არჩევის ჟამი დგება საქართველოს ხელისუფლება მას უჭერს მხარს პოლოლიკაშვილს აღყავს ერთი თანაშემწე რჩეველი რომელმაც საარჩევნო კამპანიაც უნდა აწარმოოს იმიტომ რომ ქვეყნები აძლევენ ხმას ამა თუ იმ კანდიდატურას საქართველოს უნდა წარადგინოს და ზურაბ პოლოლიკაშვილი და მონახო ეს ვიდეო ზურაბ პოლოლიკაშვილს უცებ უარს ეუბნება საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება რატომ ისმის კითხვა იმიტომ ხომ არა რომ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის გაცვლა მოხდა და იქ ემირატების წარმომადგენელი იქნება არ მინდა შემეშალოს ემირატების წარმომადგენელი იქნება წარდგენილი ემირატების მიერ და საქართველოს დაუჭერს მხარს ემირატების წარმომადგენელს და რატომ ისმის კითხვა ესეთი კომბინაცია ამ ვერსიის თანახმად საქართველოს ხსნის გაეროს ტურიზმის ასოციაციის თუ ორგანიზაციის გენერალური მდივნის კანდიდატურას პოლოლიკაშვილის სახით უჭერს მხარს დუბაის წარმომადგენელს ემირატების წარმომადგენელს და ამასობაში ის ემირატები ეთანამშრომლება საქართველოს ბაჩიაშვილის გადმოცემაში საინტერესო ვერსიაა კლავი მეორე მამუკა ჟღენტი იყო და არის ამ ვერსიის პირველ თქმელი ამ ვერსიის ავტორი და მოდი დავუჯეროთ მას კიდევ ერთხელ მინდა მოусმინო მამუკა ჟღენტს ახლა გამახსენდა რომ ის საინტერესო რამეს ამბობს და იქნება და ბოდიში აქ არ იყო სხვაგან იყო და იმას მინდა რომ მივაგნო სადაც ამ ვერსიას არ ვითარებს თუ მივაგენი რასაკვირველია ისევ და ისევ მამუკა სად არის აი ბოდიში სიმბოლიკის და ჩემი ინფორმაციით და ეს ყველას მოეხსენება, როდესაც გვარი მოვიწყე ბაჩიაშვილი, ხო, ვინც ეს ბიტკოინები და შემდეგ ბაჩიაშვილმა საქართველოს დატოვა, გაიპარა. ჩემი აზრით და ჩემი შეფასებით, სწორედ ამის გამო ივანიშვილმა მოხსნა მისთვის ყველაზე უახლოესი ადამიანი, ხო? ეს იყო უსუსის ყოფილი ხელმძღვანელი, ლილუაშვილი თუ არ ვცდები, ხო? ლილუაშვილი გადააყოლა იმას, რომ ბაჩიაშვილი ის საქართველოსდან გაიპარა. ჩემი ინფორმაციით ამაში უკვე დარწმუნებული ვარ, დღეს ბაჩიაშვილი იმყოფება ემირატებში. მე უბრალოდ მინიშნებას ვაკეთებ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს თემა ივანიშვილისთვის, რომ მან ლილუაშვილიც კი ხო, არ ვიცი, ამაზეც რაღაცა საინტერესო იყო თითქოს და ერთი ინფორმაციას ბარემ კი არა, ერთამესაც ჩავიკითხავ, სად იყო ესა? ხო, აი ყველაფერს რომ ვერ მიადევნებ თვალყურს, იმედად სწრაფად ვითარდება მოვლენები და
ამასობაში ბოდის ვიხდით, რა ყველაფერი სწრაფად ვრცელდება. შეერთებული შტატების თავდაცვის სადაზვერვო სააგენტო DIA გლობალური საფრთხეების გარემოს შეფასებას აქვეყნებს, რომელშიც საქართველო არის ნახსენები. კავკასიის რეგიონზე საუბრისას DIA წერს, რომ რუსეთს სომხეთის ურთიერთობები წელგასულ წელს გაუარესდა. რუსეთის თანამდებობები გამიზნული აქვს საქართველოს დაბრუნება თავის წიაღ გავლენის სფეროში. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქართული ოცნების მთავრობამ შექმნა გარემო, რომელიც რუსეთს საშუალებას აძლევს ქვეყანაში თავისი გავლენა გაზარდოს. ამაზეც გადაფსიხდება კობახიძე, რომელზეც ორ სიტყვას ვიტყვი. ახლა ბაჩიაშვილის კონტექსტში ნახეთ, რას ამბობს კობახიძე. მე შემიძლია რაღაცაზე მეტი ვიცოდე, შეიძლება, მაგრამ დეტალებზე ინფორმაციას ის გავრცელება არის სუსის ინფორმაცია. მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი ზურაბ პოლიკაშვილს არ უკავშირდება, როგორც ამას ხები ამბობენ და ეს ვერსია შეურაცხყოფელია. დიახ, შეურაცხყოფელია. აი ესე გეტყვით, შეურაცხყოფას გაყენებთ, ერთი ეს ვერსია საფუძვლიანია. მოიცა მივარდა ტელეფონი, მაგრამ მეორე რაც მნიშვნელოვანია, შეურაცხყოფელია, თუნდაც ესე იანგარიშეთ და იფიქრეთ, იმიტომ რომ თქვენ ხართ მაფია, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია, ხოლო თქვენი მამა გლავარი, ანუ თავკაცი არის ბიზინა ივანიშვილი, რომელიც პირად ინტერესებს გადააყოლებს უკლებლივ ყველაფერს, მათ შორის სახელმწიფო ინტერესებსაც აღარ ვლაპარაკობ ერთი მოქალაქეზე, რომელიც გაჭყლეტვაც მისი ვნებაც არის, ასე ვიტყვი მე მისი, ანუ ოპონენტისა, ვინც მისეული აგებით ფული მოჰპარა, თუმცა ფული მოჰპარა თუ არა, ამას ობიექტური სასამართლო უნდა ადგენდეს, ჩვენ კი ობიექტური სასამართლოს სწორედ ივანიშვილის მეოხებით გამოისობით თუ გამო არ გვაქვს. დაცხა ქალაქში, ნახვამდის.